გარე ჯგუფების დემონიზირება არის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი რამ, რაც შეიძლება ჩვენ საკუთარ თავს გავუკეთოთ. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ვკარგავთ რაციონალურობის შეგრძნებას, გვიჩნდება ჩვენს შიდა ჯგუფსა და ჩვენ საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა, რომ ეს რა გავჩნდით და ვკარგავთ ობიექტურობის შეგრძნებას. B. კარგავთ იმ სიბრძნეს, რაც აქვს გარე ჯგუფს, რაც ცოდნაც მას აქვს, რა კარგი მიგნებები და გამოგონებებიც მას აქვს, რა სიმართლეც მათ აქვთ, თუ ეს შეეხება პირად ურთიერთობებს და მესამე მთავარი მიზეზი ის ახდენს შერიგების შეფერხებას. რას გულისხმობ ამაში, რატომ არის ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი მიდრეკილება, ეს არის ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი, რომ ჩვენ შიდა ჯგუფი ვართ ყველანი ერთი, ვართ ყველანი კარგები და ისინი გარე ჯგუფების სტერეოტიპირება უნდა მოვახდინოთ. სწორედ აქედან მოდის მთელი სისასტიკე, როდესაც წარმოვიდგენ ჩვენ და ისინი და როცა ბოლომდე მტრულად განწყობილი ხდები მათ მიმართ და ვიქცევი ისე თითქოს რაღაც ომში ვართ და რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც როცა გვაქვს აღქმული რომ ისინი არიან ჩვენი კონკურენტები, თუნდაც რომ ჩვენი ფიზიკური მტრები იყვნენ, ამ შემთხვევაში არასდროს არ არის ობიექტურობის დაკარგვა და აი ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე რომ ვუსმენთ ადამიანს და აი გრძნობთ სადღაც გულის სიღრმეში რომ აი ბიჭო რაღაც მართალს ამბობს ეს ტიპი რა, მაგრამ არ ვუსმენთ, უარყოფთ და თავსაც ვიტყუებთ, იმასაც ვიტყუებთ. ჭეშმარიტებას, რომელიც შეგვიძლია უბრალოდ აგვიღო და რეალურად ბევრად უფრო კარგად გაგვეანალიზებინა და დაგვებრუნებინა მეორე მხარისთვის, მაგრამ ამის შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან.